მოგესალმებით მეგობრებო, დიდი მადლობა ვინც უყურებთ ამ vlogs. წინასწარ გაფრთხილდით, რომ ეს vlogi იქნება ძალიან ქაოტური. შეხვდებით ბელგიასთან გამომშვიდობებას, ბრიუსელს, ნიდერლანდებს და ბოლოს საქართველოში ჩემს დაბრუნებას. ამიტომ იცოდეთ, რომ ძალიან დიდი ქაოტური vlogi გელოდებათ. ეს პარკი ძალიან მიყვარს, ახლა სადაც ვარ, აქ ვწვებოდი ხოლმე. თავისუფალ დროს და ძალიან მიყვარს ეს ადგილი. და ახლა არ ვღალატებ ჩემს ტრადიციას და სადმე გავწვევი. ჩემს კამერა ვიღაც ის აი ეს არის ჩემი ბოლო დღეები ბელგიაში. აქ მაქვს დარჩენილი ერთი გამოცდა და აქ ვიდეოში ხედავთ ჩემს ძალიან დასტრესილ სახეს და არ ვიცი ამ ვიდეოში რას ვაკეთებ, მაგრამ ვუსმენ სიმღერას და ვფიქრობ ცხოვრების ამაოებაზე. და ამ პერიოდში ვიყავი ძალიან სუდად, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცაზე ვნერვიულობდი იმაზე, რომ ვიყავი წასასვლელი ბრიუსელში, მერე ნიდერლანდებში, ეს ყველაფერი უკვე წინასწარ მქონდა დაგეგმილი, მქონდა ერთი გამოცდა დარჩენილი, ბოლოს ჩასაბარგებელი ვიყავი და ჩამოსასვლელი საქართველოში და მოკლედ ძალიან დასტრესილი ვარ აქ. და აი აქ უბრალოდ განახებთ ჩემს თმას, როცა არის დავარცხნილი და აქ რაღაცა ლომის ფაფარს გავს და უბრალოდ მინდოდა რომ ეს ყველაფერი მენახებინა. ჰალო მეგობრებო, დღეს მე მაქვს გამოცდა. ეს შემეხა საყურები, ძალიან მომწონს, ძალიან მიხარია. და მოკლედ დღეს მაქვს გამოცდა. ეს არის ბოლო გამოცდა და დღეს საღამოს სახლში მოვალ. მიქნები ოფიციალურად მეოთხე კურსის სტუდენტი. ძალიან მიხარია, ძალიან მიხარია. მოკლედ ეს თქვენს დაინახეთ? მოკლედ ახლა ვარ გამოსული გარეთ და ჩემთან წინ დაეცა ბავშვი. გარეშე მოიყო რავი დაახლოებით ძალიან ბევრი ადამიანი რა, მოკლედ დიდები, პატარები, გოგოები, ბიჭები, ყველა. ხო და ანუ არავინ არ ააყენა, არა და ბავშვი მინა სისხლად დაიღوارა ხო და არავინ არ ააყენა. ანუ შოკში ჩავარდი. არ ვიცი, ანუ რა შეიძლება მართლა ვერ ხვდები. ანუ ყველამ დაიკიდა რა, არა და ბავშვი მე რა ვიცი, ძალიან ცუდად იყო. ხო და ეხა ავაყენე და თავის მამშობელმა იმადლობები მიხადა ძალიან ბევრი და მგონი ვერ მიხვდა რომ ბელგიელი არ ვარ. იმიტომ რაღაცა ენაზე მელაპარაკებოდა, ანუ ამათ ენაზე მელაპარაკებოდა და კი ეგრეა ზუსტად. დაეცა. ხო და რა ვიცი რა მაგათ ძალიან გავბრაზდი ეხა. ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ხო ნუ ხდება ეგეთი რაღაცები სამწუხაროდ. აქ კიდე ეგ ყველაფერი ძალიან ხშირი არის. ხო, მაგრამ რა უშავს, რას ვიზავთ. თავისუფალ დროს უბრალოდ სეირნობდი და აი ერთ-ერთი ასეთი სეირნობის დროს გადავაწყდი წიგნს საქართველოზე და სხვა შორის აი ძალიან დეტალურად ეწერა ყველაფერი და ძალიან სიამაყით აღვივსე ამ პერიოდში და მინდოდა რომ ესეც გამიზიარებინო თქვენთვის. აი აქედან უკვე დაიწყო ჩვენი ბრიუსელის ტრიპი და წარმოდგენაც კი არ გვქონდა რა თქმა უნდა რომ ჩვენი ეს ერთდღიანი ტრიპი გამოვიდა და ესეთი ქაოტური. ამ დღეს ჩვენ მოვხვდით სმურფების პრემიერაზე, ოღონდ დაგეგმილი რა თქმა უნდა არ გვქონდა საერთოდ, უბრალოდ ასე დაემთხვა და ნახეთ რიანა და მოკლედ ძალიან დასამახსოვრებელი ტრიპი გამოგვივიდა. და აქ კი მოვხვდით ძალიან შემთხვევით რა თქმა უნდა ერთ-ერთ Royal Family-ს ქორწილში და ესეც ძალიან სასაცილო იყო ბოლოს. თვითონ ქალაქი ბრიუსელი ძალიან მომეწონა. ერთ-ერთი ჩემთვის გამორჩეული ქალაქი აღმოჩნდა ბელგიის, რაც მინახავს საერთოდ ბელგიაში ყველაზე მეტად შეიძლება ვთქვა რომ ბრიუსელი მომეწონა და მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვიყავი ამ ტრიპით. და ახლა თქვენი ხილავთ იმ ეპიკურ რიანას კადრს. აქ კი ხედავთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ ადგილს ნიდერლანდებში. ეს არის პატარა სოფელი, სადაც ასეთი ლამაზი პატარა წისქვილები არის და ნუ სანახაობრივად ძალიან ლამაზი იყო და ესეც ძალიან მომეწონა.
და აქედან უკვე გადმოვედით ამსტერდამში, კონკრეტულად კი ვან გოგის მუზეუმში და ახლა თქვენ ხედავთ ვან გოგის ორიგინალ ნამუშევრებს. ზოგადად ვან გოგი ძალიან მიყვარს და წაკითხული მაქვს ძალიან ღრმა ბავშვობაში. პაპაჩემის ერთ-ერთი წიგნი, ეს იყო ვან გოგის წერილები თავის ძმასთან, თეოსთან და აქედან ამის მერე ძალიან შემიყვარდა ვან გოგი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვან გოგის მუზეუმის ნახვა და ძალიან მიხარია, რომ იმედები არ გამიცრუა და მართლა ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი, რაც ვნახეთ და ძალიან კარგი გარემო დაგვხვდა. და ამის მერე უკვე დავათვალიერეთ თვითონ ქალაქი ამსტერდამი, რომელიც ძალიან გავდა ბელგიის ქალაქებს და ძალიან უცნაური იყო, რომ თითქოს ყველაფერს ერთნაირი აურა ჰქონდა და თითქოს აქ უკვე ნამყოფები ვიყავით, ისეთი განცდა მქონდა. ჩემი ბოლო სარიცხვის გარეცხვა აქ. ძალიან საგიანია. სალამი ყველას. დღეს არის 2 ივლისი. გუშინ დავალაგე სახლი. ჩავალაგე ჩანთა. და ხვალ მოვდივარ საქართველოში. ძალიან ცხელა. ბელგიაში პირველად რეკორდული მაჩვენებელი მოხსნა, ყველანაირი რეკორდული მაჩვენებელი მოიხსნა და მოკლედ ძალიან ცხელა. გუშინ მთელი ღამე არ მეძინა, იმიტომ რომ უზომოდ ცხელოდა და ვერ ვსუნთქავდი იმდენად სულ ვიყავი. ეხლა ყოველ 5 წუთში ერთხელ უბრალოდ ესე წყლით ვისველებ ტანს და ცოტა ვგრილდები. იმას თუ არ ჩავთვლით, რომ უკვე 100.000-ად გადავივლე წყალი, მაგრამ აზრი არ აქვს, არაფერს. და მოკლედ ძალიან ბევრ რაღაცას ვიმეორებ დღეს ამ მომენტში. სხვა შორის თვალად კარგად არ ვარ, ანუ ფიზიკურად ცოტა თავი მტკივა, ეს დღეები გადამოვად და რაღაც ალბათ სიცხეს ბრალია ან არ ვიცი, ისი ბრალი უნდა იყოს. მაგრამ არ უშავს, მალე ჩამოვალ საქართველოში და ყველაფერი შეიცვლა. იმედია უკეთესობისკენ. მოკლედ, დღეს არის 3 ივლისი. დღეს მოვდივართ საქართველოში. და ახლა მინდა დაგათვალიერებინოთ ჩემი დაცარიელებული ოთახი. მოკლედ ყველაფერი არის ცარიელი. აი საერთოდ ყველაფერი, ანუ ამის უკან არის თარო და ის რაც სუცარიელი არის. ეს ყველაფერი ახლა დავალაგე და ამას აღარ შევეხები, რომ სუფთად იყოს. ესეც ცარიელი არის, ესენიც ცარიელი არის, ეს ჩემი ბარგი, ეს ჩემი რაღაცები და ესეც ჩემი რაღაცები, ესენ უნდა გავიტანო, ანუ ეს ყველაფერი უნდა გავიტანო. ეს ამათ ვტოვებს ამას, ამათ მე დამახვედრეს და არ გამომიყენებია. ეს რაც უნდა ჩავიცვა დღეს და გარეთ არის საკმაოდ გტვირი ამინდი. ძალიან დიდი ხანი ველოდი ამ დღეს და მოვიდა ეს დღეს და ძალიან მსაური განცდა მაქვს. ანუ ძალიან მიხარია მეთქი ვერ ვიტყვი, არც ძალიან მწყენს მეთქი, მაგასაც ვერ ვიტყვი. ანუ ძალიან ჩვეულებრივი მომენტი მაქვს რა. არც. 3 საათზე დავიძვრებით აქედან, წავალთ ბრიუსელში, ბრიუსელიდან 8 წუთზე არის ჩვენი ფრენა. ძალიან ბევრია. აი ძალიან გვიან გვაქვს ფრენა და აი ყველაფერი საერთოდ. მაგრამ არა უშავს. თავია ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და არაფერი არ მოხდეს გზაში. ღმერთს ვთხოვ.
€10 ხარ რამდენი? აიმე, სამშობლოში ვარ. შეხედე. თბილისი ძალიან მიყვარს და ჩამოსვლიდან დაახლოებით მეორე დღეს თუ მესამე დღეს წავედი და ვისერინე თბილისში ძალიან ბევრი და შემდეგ ჩემი დაქალი მოვიდა ჩემთან დარჩა და აქ თქვენ უყურებთ ჩვენს წყალებას რომელსაც ვცდილობთ რომ გავხსნათ ღვინო და ნუ საბოლოო ჯამში თქვენ თვითონ ახავთ როგორ დამთავრდება ეს ამბავი და ეს ისტორია ზოგადად აი უფრო ჩავიდა აბა ხავა გამხედა არა და ჩასულია. ხო იცოდეთ? ნახე როგორი ჩასულია. კაინი კარგად დაიჭერა. მინე. აი მიდი. ჩადის გრძნო? კი, აქ დაიჭერა. აი მე. აბა ეხა მე მოდი აბა შევწავოთ. აი ნახე სადღა არის. დიდა, არაფერი არ დარჩა. მიდი ნება. მე რა ჩვენ რო დავთრებით უკვე ხომი ვერაფერს ვერ ვწნა ვაფშე შემაინც გრძნო კაი აბა მოდი აი მე ხომ ცოტას ისე დაისხმე მგონია რა სადო როგორ ვიცი მგონია არა მეც ეგრე მგონია აბა მოდი ერთიც სადა ხედავ აი რა დავინახე გამოძრა და ზუსტად მაგას ეს ყველაფერი აი მე კარგია და ხოლმე სუდანო კი შენ თავი შეგადარში ამას გავრეცხავ მადლობა ყურადღების გოგო ამას არაფერს ხო გავრეცხავ ამის მერე ჩვენ გავაკეთეთ ძალიან გემრიელი პასტა ღვინით და ის ძალიან გემრიელი იყო მართლა და მერე დავლიეთ საკმაოდ ბევრი და კარგად გავერთვეთ ძალიან აქ კი ვცდილობთ რომ გავხსნათ უკვე შამპანიური ღვინო დავამხეცეთ და ახლა შამპანიურზე გადავედით მაგრამ საკმაოდ კარგად გავხსენით ჩემი აზრით ნული დანაკარგის და მოსვრის გარეშე კადრში ჩანს ჩემი ძაღლი როი რომელსაც ალბათ არ იცნობთ ბევრი და გაიცანით ეს არის როი რომელიც ამ დედამიწაზე ალბათ ყველაზე კარგი არსება არის რაც კი შექმნილა ხოკი თქვენ იხილავთ TikTok vlogs. მეგობრებო, დღეს არის საერთოდ გამოსცემთ. 18 ისი და მაგარია გამოსცემთ რომ ელენ რო არ მურჩა მაინც რომელი იწვია და ვარ წნეჩი. ძლივს 3 წელია ვაპირებ და მოაღწიეს ამათმა. უნდა წავიდეთ პიკნიკზე. უკვე ვიყიდეთ რაღაცები მაგის გადაღება დავგვაიწყდა, ეხლა პიცას ველოდებით და უნდა გავდეითებთ შემდეგ სიახლეები. ხავართ იქაქვია ტყეში და არიან მე ქორწილებიც ქორწილი ხო და შედოს პიკნიკზე უიარაგინა რუსები ყოფილა ხო ძალიან ეს არის ვლოგის გონი მესამე ვიდეო მეგობრებო ოპა მიწამი Quasi da abbiamo il vlog show ciao social vlog show შეიძლება ხო მაგისთვის ვაც ჩვენი vlog-ის ვქნათ ოკეი ატყვა ხამაკი მაგრამ გვეშინია რომ არ გიწყდეს მე რა ვანახეთ
ეს საყურები ანიმატიკა მეგობრებულობისთვის. ისიც მომაჩინა. დაღლი, მეცა? აგე. აი ძალიოთო. მართლა მიხდება, პირველ მომიხდა ეს საყურები. ხდება. გონია ხოლმე რა ძალიან ახლა კი თქვენი ხილავთ პატარა ფილმს, რომელიც მომწონი ჩემს ერასმუსის გამოცდილებას. ვიდეოში ვკითხულობ ჩემს დღიურს, რომელიც დავწერე 5 თებერვალს, ანუ გამოფრენის დღეს, და ეს იყო ზუსტად თვითმფრინავში დაწერილი ჩემი ემოციები. არასდროს არ მეგონა ამ კონდიციაში თუ დავწერდი ოდესმე ამ დღიურს. საქართველოს დროით 11 საათია. ბელგიაში მივფრინავ გაცვლითი პროგრამით გენდის უნივერსიტეტში და ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე. რაღაც ახალი ყოველთვის არ იწყება ისე, როგორც ფილმებშია. მიღების წერილის მერე მთელი კოშმარი დაიწყო, ვიზის პროცედურებით. ზუსტად 2 თვე კოშმარში ვიყავი, თავს ვერ ვცნობდი და ვერც სხვები მცნობდნენ, თუმცა მაგანაც ჩაიარა. მერე 5 დღეში ვწერე ფინალურები. ახლა აეროპორტში 5 საათიანი გზა 8 საათად გადაგვექცა, მაგრამ მალე ჩავალთ. ყველა იქ დავტოვე. სევდიანი იყო, თუმცა არა შეუძლებელი. ასეთ მომენტებში საკუთარ თავს ვახსენებ ხოლმე, რომ ადამიანები წყალივით ვართ. რა ფორმაშიც არ უნდა ჩაგვესხან, იმ ფორმას ვიღებთ. ხო და ახლა მეც თვითმფრინავის ფორმაში ვარ. ისე უცნაური გრძნობა ჰაერში ყოფნა. თბილისში რომ გადმოვედი, სულ იმას ვამბობდი, თითქოს ჰაერში ვარ გამოკიდებული, სახს ვერაფერს ვერ ვართქმევ თქო. ახლა მართლა ჰაერში ვარ გამოკიდებული, პირდაპირ თუ გადატანითი მნიშვნელობით და სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა სასაცილო გრძნობა. მოკლედ, ბანალურად რომ ვთქვა, ცხოვრებას ახალი ფურცლიდან ვიწყებ და რომანტიკულად რომ ვთქვა, ვიზრდები საკუთარ თავს ვძერწავ და რაღაც ძალიან საინტერესო და ახალ პროცესს ვიწყებ, რაც ძალიან მომწონს. ამ დღეებში რატის პირველი საჩუქარი, კიტკეტის და ბაუნტის ქაღალდები ვიპოვე. ამ წამს რაღაცნაირია, ადამიანი გვერდით რომ არ ყავს, მაგრამ აჩრდილივით რომ დაგყვება. მაგრამ ხო არა უშავს, გადავიტანთ მაინც. მოკლედ ახლა წავედი, იმედია დავწერ ძალიან ხშირად. ალბათ წარმატებები მისურვეთ და მომილოცეთ ეს ჩემი თავის გამარჯვება. ისე ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა, რომ ჩემი ერასმუსის გამოცდილება შემეჯამებინა, თუმცა ჩემი აზრით, აი ეს ჩემი დღიური ძალიან კარგად აჯამებს ჩემს ერასმუსის გამოცდილებას, ყველა იმ ემოციას, რასაც იმ მომენტში ვგრძნობდი და საერთოდ ყველაფერს მივხედავდი იმისა, რომ აი ამ მომენტში ჩემი გამოცდილება საერთოდ დაწყებული არც იყო. ამიტომ აქ დავამთავრებ ვიდეოს და ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით, ვინც მიყურებდით ამ დროის განმავლობაში, ვინც ძალიან მასაპორტებდით და ძალიან მიყვარხართ ყველა და გემშვიდობებით, იმედია მალე შევხვდებით.